Gay Straight Alliance-ის იდეა გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც დააარსეთ ეს ორგანიზაცია. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო ხილვადი და ხილული გაგვეხატა ჯგუფი. Gay, lesbi, bisexual, transgenderi, intersexi, queer ადამიანები და იმისთვის რომ ჩვენ გავხდარიყავით უფრო ხილვადები, ამისთვის საჭირო იყო ჯერ ნიადაგის მომზადება საზოგადოებაში. დავიწყეთ შედარებით გადაწყვეტეთ დაგვაწყდა შედარებით ფრენდლი ხალხი, არაჰომოფობი ხალხის მოწვევით, რომლებიც არ იქნებოდნენ კომუნიკის წევრები, დაგვაწყდა თემის მეგობრებით და ეს ხალხი, რომლებიც თვლიდა თავს მიმღებლებად კომუნიკის წევრების მიმართ და არ თვლიდა თავს ჰომოფობად, დაგვესვას მათ გვერდით, ვინც თემის წევრებს წარმოადგენდნენ და ერთად გვემსჯერა პრობლემატიკებზე, რესურსებზე, მომავალ მიზნებზე, გეგმებზე, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად, რასაც რა ხდება. ეს არის დისკუსიაზე დაფუძნებული ინტერვიუ. რამდენიმე ადამიანი, მაქსიმუმ 10 დაახლოებით ფოკუს ჯგუფს გავს რაღაცით. მაქსიმუმ 10 ადამიანი იღებს ამ დისკუსიაში მონაწილეობას. ამ 10 ადამიანიდან 5 დაახლოებით 100 გვაქვს ხოლმე გათვლა 50-50-ზე. 5 არის თემის წარმომადგენელი. ჩვენ გვაინტერესებს ზოგადად რა ახდენს ჰომოფობიის აღმოფხვრას, რა უწყობს ხელს. ეს არის მინი კვლევასავით გამოდის. coming out-ს ხელს უშლის შიში, რომ საზოგადოება არ მიიღებს მათ და ადამიანებს, რომელსაც ვიწვევთ Gay Straight Alliance-ზე, ერთგვარად ეხსნება თითქოს ეს ბარიერი. ისინი ხედავენ სტრეიტებს, რომლებიც მათ მიმართ არა მარტო ცუდად არიან განწყობილ, არა მარტო მეგობრად არიან განწყობილ, არამედ თავის თავზე რაღაცების გაკეთებას იღებენ. ანუ ისინი უდგანან მათ გვერდში. აქ მოსულ ადამიანი არ ამბობს თავის იდენტობას. შესაბამისად, თუ სურვილი არ აქვს ბუნებრივი, ანუ ვიღაცა იწყებს თავისი გეი ისტორიის მოყოლას და ამ შემთხვევაში ვიღაცა იწყებს თავისი ჰეტერო ისტორიის მოყოლას და ამას უსვამს ხალხს, მაგრამ თუ ასე არ ხდება, არავინ არ ამბობს თავის იდენტობას. შესაბამისად, მთელი დისკუსია მიმდინარეობს, იმიტომ ესეც ჩვენ ხო პირადად საკითხებს, ანუ ჩვენ ხომ არ ვეკითხებით მას სექსუალურ გამოცდილებას ან რამის გავს. ჩვენ ვეკითხებით ზოგადად დამოკიდებულებებს თემების მიმართ, ვეკითხებით რანაირად უნდა გადავდგათ, თვითონ როგორ მოიქცეოდნენ, ну რაღაცა ჰიპოთეტურ რაღაცებს ამსჯელობთ მათ შორის. თუ გადავხედოთ იმ ანგარიშებს, რომელსაც ყოველი Gay Straight Alliance-ის ვაჯამებთ და ვაჭერებთ ინფორმაციას, გამოიკვეთა ძალიან ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა. რატომღაც Gay Straight Alliance-ის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რა? coming out-ი არის ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი, რომ ხელი შეეწყოს თემის წევრებისთვის ასეთი ცვლილებების მოხდენა საზოგადოებაში. მონაწილეობის მიღებისთვის, როგორც გითხრათ, ანუ ჩვენ საიტი არის ინფორმაცია, როგორ უნდა დავუკავშირდნენ, ხო? როგორც მმართველი ფსიქოლოგი ეჭირდებათ და მოდიან, ხო? ან რაღაც ადვოკატი ეჭირდებათ და მოდიან, ამ შემთხვევაში ჩვენ მითითებულ ნომრებზე დავუკავშირდებიან და გითხრათ, ეს არის PR მენეჯერის პრეროგატივა. რისკი, ანუ ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ეკოლოგიას, ვინმეს რამე არ დაუზიარდეს ამით. თუ არის სეგმენტად ისე განწყობილი ადამიანი, ძალიან ცუდა და ძალიან ჰომოფობი, რომელიც შეიძლება ახლა რაღაცა ატეხოს. ამ შემთხვევაში მოწესრიგება ეს კონტროლის გავლა.